დავბრუნდით ჩვენც და მორაგბეებიც ავჭალის სტადიონიდან თქვენს ეკრანებზე იმისთვის რომ გავაგრძელოთ თბილისის თასის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის, რომელშიც ამჟამად ანგარიშია 13-0 საქართველოს ეროვნული გუნდის სასარგებლოდ. ამოვიდნენ გუნდები, ჯერ იტალიელები, ახლა უკვე ჩვენებიც დაალაგდებიან და შეიყვანს ბურთს თამაში ჯეიმს ამბროზინი, იტალიელთა 10 ნომერი. ზე გამოვიდა რაღაც მეორე ტაიმში უფრო. მთელი დღე მზიანი ამინდი იყო, უცებ გადაწყვიტა რომ მატჩისთვის მოღრუბლული იყო. ესეთი მიეცა საშუალება ბიჭებისთვის ამოესუნთქათ და ღრუბლიანში დაეწყოთ თამაში და ახლა უკვე დაუბრუნდა თავის ჩვეულ რეჟიმს. ზე აცხუნებს თბილისის ქალაქში და რაგბიც გაჩაღდა. წავიდა ნემსაძემ კარგად მიიღო დაკიდებული ბურთი, ჩამოყალიბდა მოლი, რომლიდან ბურთის გამოტანასაც არ ცდილობს ბეგაძე, არ ცდილობს და მე მგონი მაინც კარგსაც არ აკეთებს, იმიტომ რომ ახლა თავადვე უწევს ამ ბურთის გადარჩენა, მაგრამ ვერ ახერხებს ამას, გადადის აუჩი და იტალიელებს აძლევს შეტევის საშუალებას. თავიდან კაი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა ერთი მოწინააღმდეგე, თუმცა ორნელ ჯეგას ვეღარ გაცდა და კიდეზე გადადენეს. ახლოს უნდოდა ბეგაძეს შეყვანა მოლიდან თანაგუნდელის, მაგრამ საჯმა შეუშალა გაუწევდა, კი. საჯი იდგა მასსა და თანაგუნდელს შორის, მალაღურაძეს შორის. აი იტალიელებმა უკვე ესეთი სეკვესტრირებული ვერსია შემოგთავაზეს და მაინც წააგეს. არ უშველა ამ ხერხმა. ახლა კუბრიაშვილი დაარტყავს, დაარტყა კიდეც თხილაიშვილის დახმარებით. აქ შეიძლებოდა შიგნით. გამოსულია, მაგრამ რატომღაც ისევ მორკინალები თამაშობენ და ამ 9 ნომრის პოზიციას ნემსაძე ითავსებს, შემდეგ ბიწაძე ეძალება, ბიწაძეს კვლავ ეხმარება თხილაიშვილი და კუბრიაშვილი, ესენი როგორც ჩანს ერთად მუშაობენ, ერთ კვანძს აკეთებენ და შვენიერი პასი შარიქაძისა, რომელიც კარგად გააგრძელა, ასევე მურაზ გიორგაძემ შეინარჩუნა ბურთი და ისევ თამაშგარიდან თამაშობდნენ იტალიელებს პოზიციას, ჯარიმის პოზიციას. აი ეხლა ძალიან ახლოს იყო დაცვის ხაზი ჩვენ ბიჭებთან და მაგიტო თავიდანვე ჯერ საცხელიც არ ქონდა გაშვერილი, რომ ვიფიქრე რომ სავარაუდო თამაშგარ მდგომარეობაში იყვნენ. მურაზ გიორგაძეს მე მგონი ბურთი საერთოდ არ მისწვია ის ნორმალურად პირველ ტაიმში, აი ახლა ჩაიგდო ხელში და ერთდროულად სცადა, არ გამოუვიდა, თუმცა შეინარჩუნა ბურთი და ეს უკვე კარგია. პირველ ტაიმში ხოლმე ერთი მომენტი ქონდა, როდესაც გადაიკიდა ბურთი და კი, აი ეს მომენტი გამორჩა, ის კარგი მომენტი იყო ნამდვილად. თუ იმას არ ჩავთვლით, აი ქარი უაქტიურია. რამდენით გადაქონდა ლაშა მალაღურაძეს, გადაქონდა 60 მეტრზე კიდეზე ბურთი და ახლა 20 მეტრზე ძლივს გადაიტანა. ახლა რეალობა შეიცვალა უკვე ჩვენი ნაკრებისთვის. სხვა მიმართულებით მიდის შეტევა, სხვა მიმართულებით უბერავს ქარი შესაბამისად, ამიტომ თამაშის სტილიც უნდა შეიცვალოს თავისთავად, ასეთი დარტყმებზე ორიენტირებული უკვე ვეღარ ვიქნები. კარგად მოიგო, ისევ ნემსაძეზე ააგდო მამუკაშვილმა, კვლავ მოლი დადგა ვაწვევით, კარგადაც აიწიეს წინ. ნახოთ, ისევ მოლია, იგივე მოლია. აქ იტალიელები თამაშის წესით ჯერჯერობით არ არღვევენ. კარგია, კუბრიაშვილი ესე მყარად დგას მოლის ბოლოში, უჭირავს ბურთი და იმუშავებს მთელი შერკინება. არა თუ მხოლოდ ჯარიმას, არამედ ყვითელ ბარათს მეტოქის რიგებში. ორნელ ჯეგა გააძევეს, ისედაც საშინელება ხდებოდა მათ დერეფანში და ნუ კვაჭი გამგდებიც რო აღარ ყავთ ბურთის, ახლა რა მოხდება? მე კი შეგახსენებთ, რომ აირბი თბილისის თასს წარმოგიდგენთ VTB ბანკი. რაგბის კავშირი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. რაგბის კავშირის სპონსორები არიან RMG Gold, ლუდი ნატახტარი, გაზის და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია TETIS Petroleum Limited. რაგბის კავშირის პარტნიორები არიან კავკაზუს ონლაინი და ბორჯომი. საქართველოს რაგბის კავშირის მედია პარტნიორები არიან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო აფხაზეთის ხმა, რადიო კომერსანტი, რადიო პალიტრა და სპორტული გაზეთი ლელო. ძალიან სწორი დარტყმა განახორციელა მალაღურაძემ აუჩი გადატანისას, რაც უფრო მაღლა გაგზავნი ბურთს, მით უფრო მეტად იმოქმედებს მასზე ჰაერი და ქარი. შესაბამისად დაბალი, ასე ვთქვათ, საფეხბურთო დარტყმა განახორციელა, წავიდა მიწიდან არც ისე შორს და კარგა შორსაც გადავიდა
მოედნის ფარგლებს გარეთ. და თან უეჭველი იყო. კიდევ ერთი მოლი, რომელიც იგივე წარმატებით სრულდება ჩვენთვის და გვაძლევს მოგებულ მეტრებს. მიდის წინ და მე მგონი ეს მოგებული მეტრები შეიძლება მოგებულ ქულებათაც გადაიქცეს, უკვე ჯარიმა გვაქვს. ახლა უპირატესობა შეიძლება საჭირო მალაღურაძე და წინ გადაუვარდა თოდუას ბურთი. თუმცა ჯარიმის უპირატესობა გვაქვს, არ უნდა დაგვავიწყდეს, დაგვიბრუნებს საჯი ამას აუცილებლად. კარგი შეტევა იყო. რაღაც რაკში დააგვია, რაკიდან დააგვიანა ბურთმა გამოსვლა. თორე შეიძლებოდა ლელოთიც დასრულებულიყო ეს შეტევა. კი, მოლი უკვე ისეთი არაღად იქცა ჩვენს ხელში, რომ იტალიელები, რომლის წინააღმდეგაც იტალიელებმა უბრალოდ ვერანაირი თავდაცვა ვერ გამონახეს. როდ თუ დადგა ეს მატარებელი მორჩა. რამდენიმე მეტრი გარანტირებულად მოგებული გვაქვს. ეს ბოლო რამდენიმე შემთხვევაში ეს გვაჩვენა. აქ გამეორებაზე თუ დაინახე შეიძლებოდა იტალიელები დარჩენიყვნენ 13 კაცითაც, იმიტომ რომ მარჩელო ვიოლი მაშკარად ცინიკურად ბურთზე ითამაშა, მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თქვენს ეკრანებზე. ანუ ჩაურტყა, როდესაც მალაღურაძე ბურთის გადაწოდებას ცდილობდა თოდუასათვის. კარგი იქნეს ჩვენებმა, ჩემი აზრით, კიდეზე გადაიტანე შალვა მამუკაშვილი შემოაგდებს ისევ ბურთს. ნამდვილად ეს არ იყო ახლა სამი ქულის აღების დრო, ნამდვილად დიდი უპირატესობა გვაქვს როგორც ხარისხში, ასევე რაოდენობაში, ამიტომ აი ეს ის მომენტია, როცა უნდა ითამაშო ლელოზე, მაგრამ არა ასე, რა თქმა უნდა. არა ასე. წინ გადაგვივარდა ბურთი, თუმცა კაცნაკრულები არიან ის შერკინებაში, მე მაინც ოპტიმისტურად შევხედავ ამას და ვიტყვი რომ შანსი არ დაგვიკარგავს. თუმცა ძალიან ცუდი, ყველაზე ცუდი აგდებული დერეფანი იყო დღევანდელ მატჩში, პირველად გაგვიბუჩდა. კი, ნამდვილად ასე იყო, ჯერ თავარ ხტომელს გაუვარდა, შემდეგ ვისაც ჩამოუვარდა ბურთი, იმასაც გადაუვარდა და ორივეს არ ვიცი რა ხდება ასეთი რომ ეს სცენი ვერ მოვიშორეთ. აი ეს კარგი, ცოტა მაღალი იყო, მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც თხილაიშვილი დაუფლა, მასაც წინ გადაუვარდა და დავკარგეთ ძალიან კარგი შეტევა. თუმცა აქვე გეთანხმები რომ არის დიდი შანსი დავიბრუნოთ ეს ბურთი. მოუწევს იტალიელთა 16 ნომერს ჯოვანის კალვის მოედანზე შემოსვლა, ვის გაწირავენ. ვის ნაცვლად შემოვა, საინტერესოა. ნუ ერთ-ერთი მესამე ხაზელია ხო, სხვა. უკანა ხაზის მოთამაშეს ვერ მოხსნი. ვერც პირველს და ვერც მეორეს, რადგანაც მეორე ხაზიდან მთელი ძალა და ღონე იქიდან მოდის. შესაბამისად ერთ-ერთი ფლანკერი ალბათ დატოვებს. მატა, კაფინი ან ფერო? არა. ნუ თუ 15 ნომერი, ნუ თუ 15 ოდიეტე გადის მოედნიდან. ეს რაღაცა არა, უკაცრავად აქეთა ფთაზე გადმოინაცვლა, უბრალოდ აქეთა მარცხენა ჩვენების შეტევის მარცხენა ფთა თავისთვის დაცვის მარჯვენა ფთა გაამაგრა. მივაწექით კარგად, მოუგეთ ბურთი და ვაგრძელებთ მიწოვას. ვიწაძე, აქ უკვე საჯარიმო ლელოზე ან გუფურ ლელოზეა. საუბარი არა, საჯი ანიშნებს რომ ეს ლელო არ იყო, წინ თამაშს ჰქონდა ადგილი ვიწაძის მხრიდან, აი საინტერესო იქნება ამის გამეორება. თუ გამოჩნდა იმ ზედახორაში რა მოხდა ზუსტად ძალიან კარგი იქნება, თუ არა და უბრალოდ საჯს უნდა ვენდოთ. ფაქტია რომ შევიტანეთ თავისი ბურთიანად. ფანისა იყო მოტრიალებული შერკინება გვერდით იმ საჯისთვის მაინც ეკითხა, თავად როგორ დაინახა აქ წინ თამაში. შევხედოთ. აი ფეხით შეაგორა და უბრალოდ დაახტა ზემოდან და რა წინ თამაში როდისღა დაფიქსდა, აი აქედან წესით უფრო კარგად უნდა გამოჩნდეს თითქოს. აი კარგია, კარგი რაკურსია და არა, ნამდვილად შეიძლება ერთ-ერთი ფეხის მირტყმაზე მოეჩვენა რომ ხელით ითამაშა ბიწაძე მაღებაც და ბურთის. როგორ უნდა ეთამაშა მოთამაშეს წინ არ ვიცი, როდესაც ბურთი ხელში არ ეჭირა ელემენტარულად. მოკლედ არ ჩაგუთვალეს ლელო. შევეგუოთ ამ ფაქტს და მორიგი შერკინება. ისევ მიაწვნენ, ისევ მოუგეთ. მაგრად მიაწვნენ, ეს უკვე ყოველგვარ საზღვრებს ცილდება და რასაც ვამბობდი, საჯარიმო ლელო ძელებს შორის თელ გუნდს აქტივში. 18-0. ულოცავენ ერთმანეთს პორტუგალოსნები, რადგანაც ყველას ერთად მათი დამსახურებაა და ანგარიში ხდება უკვე 18-0. თუმცა ეჭვი მაქვს რომ 20-0-იც კარგად გახდება. კარგად დაიწყო მატჩის მეორე ნახევარი, მე-9 წუთი. დიმა ბასილაიას ხედავ 20 ნომრით მოედანზე. გავიდა თუ არა ლელო, შეცვლა განხორციელდა, შემოვიდა დიმიტრი ბასილაია. სავარაუდოდ ბექა ბიწაძის ნაცვლად ასეც არის, თავად მე მიუთითა შენ მაგივრად შემოვედიო და ბექა ბიწაძე ტოვებს მოედანს. კარგი იყო, წინა მატჩი ბევრად უკეთესი იყო, თუმცა არც ამ შეხვედრაში გაუკეთებია რამე ნამდვილად.
გაიტანა რა თქმა უნდა მალაღურაძემ 51 წუთზე მატჩისა 20-0 საქართველო ამარცხებს იტალიას. გაბრაზებული საქართველო არგენტინი იაგუარებთან დაჭრილი იაგუარების მიერ დაპორჭნილი ასე ვთქვათ. საქართველო ამჯერად უკვე ჯავრს იყრის იტალიის ნაკრებზე. მე ვფიქრობ რომ მატჩის ბოლოსკენ უფრო გაიზრდება ჩვენების უპირატესობა ყველა კომპონენტში, არა მხოლოდ შერკინებაში. ეს ჩემი ძირე პროგნოზია. ბეგაძე მალაღურაძე დასარტყმელად ემზადება და ურტყამს კიდეც მოედანში თუ დატოვებს. დატოვა, თუმცა დააბიჯა ფეხი. მე აშკარად დავინახე რომ 19-მა ნომერმა სარტომ დააბიჯა ნამდვილად ხას ფეხი, მაგრამ ეს ვერ დაინახა ქართველმა მსაჯმა. თავარმა მსაჯმა ვერ დაინახა მერე მაღალი ბოჭვა და იქ მოლი იყო, საიდანაც ბურთი ვერ გამოიტანეს იტალიელებმა, უქმი ბურთი იყო და გადაეცა ბურთი საქართველოს. ისე რა არის, მაინც ბედის ირონია. წინა თამაში ერთი ბეწო სულ რაღაც რამდენიმე მილიმეტრი დააბიჯა. ესევე დააბიჯა როგორც ამან. მე მგონი უფრო ნაკლები კიდე ჭედლიძემ ხაზ და იქვე დაუფიქსირეს, ხოლო აქ უფრო დიდი აშკარა იყო ხაზზე დაბიჯება და არა შორს იყო, იქვე იდგა გვერდით იმ საჯი, ხოლო აქ ძალიან შორს იდგა. ქართულ მსაჯს მაშინ ძალიან დარწმუნებული ვარ რთული გადაწყვეტილების მიღება, ასე ვთქვათ მორალური გადაწყვეტილების მიღება მოუხდა და ბოლოს მან თქვა რომ ჩემთვის რა თქმა უნდა არისტოტელეს და რა თქო ჩემთვის მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა სამშობლო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ჭეშმარიტება და არ ჩაგვითვალა ლევო. ჭედლიძე ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარიაო, ასე თქვა და რა თქმა უნდა. ამასობაში კიდევ ერთ მესამე ხაზელს ხედავთ მოედანზე გივი ბერიშვილი, შალვა სუთიაშვილიც შეიცვალა, ან შალვა სუთიაშვილმა გადაინაცვლა მეორე ხაზში. ეს ზუსტად ვერ დავინახე. არა, შალვა სუთიაშვილი გამოსულია, ექიმები ულიან, მას სისხლის გამო განხორციელდა ეს შეცვლა. როგორც ჩანს, ეს იყო მიზეზი. ჯარიმა ისევ ტრადიციულად ყველაფერი ვასილაიას ბურთი ხელში, მაგრამ სწრაფი გათამაშებისგან თავს იკავებს. ისევ კიდეზე ბევრს მე მომისმენია ქართველი რაგბის გულშემატკივრისგან, ბევრისგან კრიტიკა, რომ ეს აღარ გვინდა მოლის ნახვა ამდენჯერ, გავიგეთ რომ მოსი ძლიერები ვარ, თუმცა ყველა ნაკრებმა უნდა ითამაშოს იმ კომპონენტზე აქცენტის გაკეთებით, რაშიც ის ძლიერია. რაც შეუძლია, რა თქმა უნდა. ამიტომ მე სრულიადაც არ გავნაწყენდები, ეხლა კვლავ მოსს თუ დავაყენებთ და კიდე ერთ ლელოს დავდებთ, პირიქით ძალიან ბედნიერი ვიქნები. მალაღურაძემ კარგად გადაიტანა, კვლავ დაბალი დაარტყა, დაბალი ტრაექტორიით. ალბათ არა, რატომაც არ გამოვა, შეიძლება სრულიად თავისუფლად გამოვიდეს, აქედანვე მოლით შეყვანა მეტოქის, მაგრამ გაცივდებიან ამ სიცხეში ჩვენი უკანა ხაზელები ბურთი თუ არ მიიღეს. მამუკაშვილი ბურთთან კარგი აგდება, უკვე აღარც კარგი აგდება მეთქი მინდოდა მეთქვა, იმიტომ რომ სუფთად იქნა მოგებული, მაგრამ როგორც ჩანს არასწორად იყო ეს შემოგდებული ეს ბურთი. არავითარ შემთხვევაში ახლა იტალიელები შერკინებას არ აირჩევენ, ამაზე თავს დავდებ. არაფერში არ ჭირდებათ ახლა აქ ბურთის დაკარგვა, ურჩევნიათ რომ აი მოკლე 4 კაციანი აუტი, თუმცა არც აქ ადგათ, მაინც და მაინც კარგი დღე. ჯოვანის კალვი ბურთთან ბოლო კაცზე ააგდეს, მოიგეს გაჭირვებით, ცუდი მოსროლა, ასე ვთქვათ, 9 ნომრის მიერ, მაგრამ ბურთი მაინც მათია ოდიეტე. აქვე უნდა შებოჭონ. კარგად მოძრაობს ეს ბიჭი, საკმაოდ მოძრავი 15 ნომერია, მაგრამ არ ამოძრავეს ბევრი, იქვე გააჩერეს და პირველად მიიღო მან დღეს ბურთი, ერთადერთი ხსნა არის ფეხით დარტყმა, თუმცა არ გადადის აუტში და ციკლაურს აქვს შანსი რომ წამოიწყოს კარგი კონტრშეტევა. ახლა უკვე თოდუა გააკეთებს ამას. არა, პასს აძლევს, კი, პასი მისცა და პირდაპირ დაეჯახა რეზო გიგაური. ბონიმ შებოჭა იგი. აი ჟვანიამ ეს რა გააკეთა. გაჭრა ხაზი ხოჭა ჟვანია. ეს კაცი უფრო სწორედ არ გააჩეროთ გაუშვით ბოლომდე. შეუჩერებელია დღეს ჟვანია. გაიტაცა შემდეგ ნემსაძე. წარმოუდგენლად თამაშობს ჟვანია პირველი ხაზის პირობაზე. კარგი ერთი კაცი მოისროლა, მაგრამ როგორ ირბინა. ჩვენ ამბობდი რომ პირველ ტაიმში რომ მისი საქმე ახლოდან გადადებაო, ეს რეიდით საპირისპირო დაგვიმტკიცა ჟვანია, მაგრამ ხედავ ეს სადღაც ორბიტაზე გაუშვა 5 ნომერი, მეორე ხაზელი ერთ-ერთი ყველაზე ჯანიანი მოთამაშე მეტოქის რიგებში, ალბათ მეორე ხაზელი ლოგიკურად ასეა და შემდეგ რა მოხდა ესაა. წინ გადაუვარდა შემდეგ თხილაიშვილს ბურთი და შეკინება იტალიელს. აი ეს სწორედ ეს რაღაც ფაციფუცის რეჟიმში გადასვლა უცებ საოცრებაა ის რომ ამ ხელა უპირატესობის შექმნის მერე არ უნდა იჩქარო ასე
ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესობა გაქვს, იმიტომ რომ შენ მეტოქეს შენზე მეტი აქვს უკან ჩასასვლელი და დასაკავებელი დასვითი პოზიციები. ეგეთ დროს უბრალოდ ხაზზე უნდა გავიდეს ბურთი და ლელოა. ის რასაც ძალიან თითქოს ელემენტარულად ერთი შეხედვით აკეთებენ დიდი გუნდები, იმ წუთშივე აშორებენ იქ, რა თქმა უნდა, ხაზის მოთამაშეები მზად არიან და პირველივე ტალღით თუ არა მეორით აუცილებლად იდება ლელო. უნდა მოუგოთ, ეს რაღაც პატარა ბავშვებს რომ მოუგებენ, უფროსები შერკინებას ასე უგებთ და კვლავ აწვება, ბასილაი აკონტროლებს ბურთს. კიდევ ერთი საჯარი მოიღო. ეს უკვე რაღაცა ცოტა მოიშალა იტალიის შერკინება. გავსებას იმართლა რო გითხრა, რა თქმა უნდა მიხარია ჩვენი გუნდის წარმატება და ეს ლელოები მათ აქტივში, მაგრამ მისურვილი მაქვს რომ მეტოქე ცოტა უფრო ისე იყოს, მედგარი იყოს. მეორეს მხრივ ჟვანიას ის რეიდი ლელოს იმსახურებდა. მოღონ ჟვანიას ლელოს იმსახურებდა, ნამდვილად ბოლომდე უნდა მიეღწია აუცილებლად. ეს იყო აი ჟანრის ტრადიცია მოითხოვდა რომ აუცილებლად ბოლომდე უნდა მიეღწია, მაგრამ რაც გააკეთა უკვე საოცრება იყო, ჯერ როგორ მოისოლა, ადგილიდან გაიქცა ასე პირველ ხაზელი, პირველი ნომერი. ეს იქნებოდა იმ ლელოს გვერდით ჩაიწერებოდა ზირაქაშვილმა რუსეთს რო დაუდო. კი, ნამდვილად ხაზიდან ხაზში რო ჩაერთო და სრულმოძრაობით რომ ჩამოიშორა მეტოქეები. მალაღურაძეს კვლავ არ გასჭირვებია 10 მეტრიდან გარდასახვით გატანა. ამან რაქიდან შეუტია, ეს არის მთელი სილამაზე ამ და პირველად არ გაეპარა. კი, პირველად არ გაეპარა. მე ხა ამას გაპარვას ვერ დავარქმევ. მოიშორა მოწინააღმდეგე, მაგრამ რაკთან მუდამ საშიშია ჟვანია მოწინააღმდეგისთვის ხშირად იპარავს კარგად ბურთს და ჭრის ხაზს. კი, აი რა თქმა უნდა უკვე ბედავს, უკვე მეტს ბედავს, გზნობს რომ შეუძლია და აკეთებს კიდეც. თოდუა ფეხით თამაშობს, მაგრამ არც ისე კარგად, თუმცა ბურთი ვარდება მიწაზე და არა ხელებში იტალიელი მორაგბის. შემდეგ ამბროზინი და ვიზენტინი უტევს, შეინარჩუნა ბურთი და ჯარიმა იტალიელთა სასარგებლოდ სწრაფი გათამაშება იქნება როგორც ხვდები და ახლად შემოსული ენრიკო ბაკინი. მთელი გუნდი თოდუაზე წინ იდგა, ამიტომაც დავჯარიმდით, კიდევ მეორე დაგვაჯარიმა მსაჯმა პროფილაქტიკის მიზნით. 10 მეტრით უკან არ დავიხიეთ. ახლა იტალიელებს აქვს დილემა, სამი ქულა თუ არანაირი დილემა, პირდაპირ უთხრა იქ მარჩელო ვიოლინო კაცი. არა, მსაჯმა. არა, ურადიანაც უთხრა, მსაჯი კარისკენ ანიშნებს პირდაპირ. 10 ნომერ ამბროზინის არ უნდოდა ამ დავალების შესრულება, კარში დარტყმა არ გვინდა ლელოზე ვითამაშოთ, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო კაპიტნის მიერ, რომელიც უმთავრესია ამ პროცესში. ამიტომ საჯმა მას აღარ მოусმინა ამბროზინის მატჩის 57 წუთზე, როდესაც აგებ 27 ქულას, ამ 3 ქულას რა აზრი აქვს, მე პირადად ვერ ხვდები. როგორც მე რომ რაგბის ნეიტრალურ გულშემატკივარი ვიყო, იმ გუნდს უფრო გულშემატკივრებდი, რომელიც ამ დროსაც კი ლეოლზე თამაშობს და მეტად სიმპათიით გავეწყობოდი. ამ დროსაც კი არა, მე მგონი სწორედ ამ დროს უნდა ითამაშო ლეოლზე, როცა სხვა უკვე საქმეს აღარაფერი უშველის და პრესტიჟს მაინც გაქვს საშუალო. ყოველ შემთხვევაში ალბათ სამომავლო ოქმი რომ ძალიან თუდად არ გამოიყურებოდეს და 0 არ აპუჭებდეს საქმეს, ამიტომ ამასობაში დავღნიშნეთ უკვე რომ მოედნიდან გავიდა შალვა სუთიაშვილი, გუნდის კაპიტანი და მის ნაცვლად არის გივი ბერიშვილი მოედანზე დროებით. სანამ ექიმები სისხლის დენას შეუჩერებენ სუთიაშვილს. წინ გადაუვარდათ აქ იტალიელებს ბურთი, ქართველებს დარჩათ. სწორედ ჩემს მიერ ნახსენები გივი ბერიშვილი იყო ბურთთან. ფეხებში აქვს გვეგაძეს ბურთი ცოტა ხანი დაკარგა, მაგრამ ბოლოს ისევ დაეუფლა და ციკლაურმა შეაცურა ბურთი მეტოქის მოედნისკენ, რომელიც იქვე ახლოს გადავიდა აუტში. აქ უბრალოდ იმდენი ხანი დაიკარგა, როდესაც ბურთი ფეხებს შორის გამოუგორდა ბეგაძეს, რომ ხაზს პრაქტიკულად ჩანსიც არ ჰქონდა. ხაზი უკვე დაძრული იყო წინ, როდესაც აქ გათამაშებას ალბათ აღარც ჰქონდა აზრი, ერთი დარტყმა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ აი სწრაფად ეს უკვე ადაპტირებაა, ასე ვთქვათ, მეტოქესთან, როდესაც კარგად ჩამოყალიბებული და დაყენებული სტანდარტული მდგომარეობიდან ბურთს აგებ, ჯობია ეს სტანდარტული გაათამაშო სწრაფად და ასე. რამდენჯერმე შეცვალეს დერეფანში ტაქტიკა, მატაუტევს აქ კარგად და საბოლოო ჯამში გაუმარჯვა. კი. აქ ფეხით ითამაშებს ვიოლი. შორეული დარტყმა. და ელოდება გიორგაძე, მიიღო ბურთი.
არა, კარგია გიორგაძე. აი ეს ძალიან დასაფასებელია ის რომ ეს ახალგაზრდა მორაგბი ამდენის უფლებას თავს აძლევს. კარგია, მით უმეტეს არაფერი არ გაფუძნდებოდა. აქ ბოლომდე უნდა გაიშალოს მალაღურაძე, გზელი გადაცემა გიგაური თავადვე წავიდა ფთაზე იქ შარიქაძე ეხმარებოდა გივი ბერიშვილი ბურთან მოედრის ცენტრში. ეხმარებიან თანაგუნდელები. ვერ გამლო შემდეგ მალაღურაძეს თავადვე შევიდა კონტაქტში ციკლაურმა კარგად წაიწია წინ სრულ მოძრაობით და მივიდა ცენტრის ხაზამდე. ბეგაძე ითხოვს რომ მარცხენა ფლანგზე მოხდეს თანაგუნდელების შეჯგუფება, ასეც ხდება 9 ნომერს როგორ გინდა არ დაუჯერო. ბერიშვილს უნდა რომ ცოტა უფრო მეტი გააკეთოს ვიდრე გამოსდის აქამდე და ჟვანიას გადაუჭირდა. საერთოდ აღარ ხუმრობს, მეგონი არ თავიდან ხუმრობდა, მაგრამ ახლა საერთოდ მივხვდი რომ იმდენად მომართულია, მზადაა ყველაფერი გააკეთოს უკვე მოედანზე, წავიდეს მაღალ ბურთებზე და ასე შემდეგ ჩაჭრა გიორგაძე ლელოთი ასრულებს ამ შეხვედრას. ოჩახ მურაზ გადასარევი თამაში იყო. იკითხებოდა ეს ჩაჭრა და ოჩახ გიორგაძე ზანტად ნელა რამდენიმე პასი ისე გაკეთდა რომ ყლათ იდგა უკანა ხაზი. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი გარემარბი რომელსაც ელემენტარული ალღო აქვს ამ ბურთს ჩაჭრის და ძალიან კარგია რომ ამ ბიჭს აღმოაჩნდა ეს ალღო და ჩაჭრა. ალღოსთან ერთად გამბედაობა. იმიტომ რომ ეს ბურთი რო ვერ ჩაეჭრა. გახედა ერთი მეორე და შვენიერი დაუდო სათავე თავის ლელოებს საქართველოს ნაკრებში მურაზ გიორგაძემ, რასაც ულოცავთ კიდეც. აი ეს ბურთი გამბედაობაც უნდა რას ვამბობდი? აი რამდენი ხანი მოანდომეს ამ დანელა წავიდა იქიდან პასი. უკვე გაღიმებული, გახარებული იმითი რომ ფუტიკულა მოუპოვა თავის გუნდს და თავის თავს მირგვის მურაზ გიორგაძე ლელოს დასამიწებლად. ბეგაძე გავიდა მოედნიდან, როხვაძე შემოვიდა მის ნაცვლად. გიგაურის ნაცვლად კი თამაზ მჭედლიძე როგორც ჩანს ცენტრში იკავებს ადგილს 13 ნომრის პოზიციაზე, 12-ზე გადმოდის შარიქაძე და ყველაფერი კარგათაა. ალაღურაძემ კიდეზე პირდაპირ ამჯერად მაღალი ტრაექტორიით გაუშვა ბურთი. კინაღამ აგერ კაბინაში შემოგვივარდა ეს ბურთი. ეთყობა მართლა ძალიან ძლიერი ქარიქრის, იმიტომ რომ მალაღურაძეს კარგი დარტყმა აქვს, ვინახავს ცენტრამდე და კიდევ უფრო შორს როგორ ამოუტანია, ამჯერად 15 მეტრითაც ვერ გადმოიტანა. მოედანს დაუბრუნდა ამასობაში ორნელ ჯეგა კვაჭი იტალიელთა. კაი დროსია. 34-3. მეორე ტაიმში, პირველ ტაიმში შედარებით, დიდი ვერაფერი, მაგრამ რაღაც წინააღმდეგობა გაგვიწიეს. მეორე ტაიმში სულ გაჩერდა იტალია. კი და აი ეს თამაში ჩემთვის კიდევ ერთხელაც შეიძლება არ არის იტალია არგენტინის თუნდაც იაგუარების დონის გუნდი, მაგრამ აიც იმას ადასტურებს ჩემთვის პირადად რომ ჩვენი ნაკრების პრობლემები პირველ რიგში ფსიქოლოგიურია და მხოლოდ შემდეგ რაღაცა სხვა ფიზიკური ან ტაქტიკური ან ასე შემდეგ. ბერიშვილის კაი ბოჭვა აქ ბონიზე. ყველანაირად ცდილობს თხილაიშვილი რომ ეს ბურთი ამოაგდოს, თუმცა პასი არავის. შემდეგ კი რაღაცა გადაწყვეტილება თითქოს თამაშგარედან თამაშისთვის და თითქოს ლამაზი თამაშის გადაწყვეტილება ვიოლის მხრიდან, მაგრამ უშედეგოდ. აი ახლა კი უკვე კარში დარტყმას ნამდვილად აღარ აქვს აზრი, 3 და 6 დიდად ერთმანეთსგან აღარ განსხვავდება ასეთ ანგარიშზე. ამიტომ როცა 0 აღარ არის ტაბლოზე, შეგიძლია უკვე ლელოზე ითამაშო და აქ სწრაფად შემოგდება, არაფერს არ არგებს იტალიას, იმიტომ რომ სწრაფად შემოგდებული ბურთი და როგორც წესი ფეხს ურტყავენ, რომ თავის საკუთარ ლელოს ხაზს მოაშორონ ბურთი. ამჯერად მოუწევთ დაალაგებული კომბინაციური თამაშით რამე შედეგის მიღწევა. ჯეგა ბურთთან. მოედანზე შემოვიდა გაბრიელე ჩიკინელი 20 ნომრით. კარგად მოიგეს. აუტი კარგი იყო, მაგრამ შემდეგ როგორც გაგრძელდა ესა და შვანია არ ვიცი მე რა შეხედე. ესეც მე ვარ. და წინ გადააგდებინა ბურთი მეტოქეს. და არ უნდა დაგვავიწყდეს თა რომ 65 წუთია, საათზე მეტია ამ ტემპში თამაშობს ჟვანია. რა საწვავითაა, ასე ვთქვათ, მომარაგებული, რა ძრავზეა, მე არ ვიცი, მაგრამ დღეს არის აბსოლუტურად შეუჩერებელი.
მე რომ ვიყო ის პიროვნება, ვინც ასე ვთქვათ, მატჩის საუკეთესო მოთამაშის არა, აუცილებლად დავოდ. მხოლოდ იმ გარღვევისთვისაც შეიძლება, რაც მოაწყო იქ, მას მე რაც ჯეროზა ჩამოიშორა თუ ანდრეოტი. გარღვევა გარდა ამისა, დაცვაში მუშაობს ძალიან კარგად. და ნუ ეს შერკინებაში რა უპირატესობაც აქვს, ის 33% მაინც მინიმუმ მისი დამსახურებაა. ალბათ უფრო მეტი, იმიტომ რომ ჰუკერი ნაკლებად აწვება თუ გავითვალისწინებთ ამ ფაქტს. 40-40 მიცეთ ბურჯებს და 20 კვაჭს. და სუთიაშვილი დაბრუნდა ბერიშვილის ნაცვლად მოედანზე. არა, ბერიშვილი როგორც ჩანს რჩება, გადის თხილაიშვილი. თხილაიშვილსაც ეკუთვნის ტაში ნამდვილად, ისიც კარგი იყო ამ მატჩში. მანაც ბევრი იშრომა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და შეცვლა ესე გამოდის, რომ თხილაიშვილი შეცვალა ბერიშვილმა. და კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ იტალიელები შერკინებაში. კარგია, როდესაც ვხედავთ, რომ ნაკრების უახლოესი რეზერვი ძირითადად ჩვენ დღეს მოედანზე არ გვყავს არც კოლელიშვილი ვიტო, არც მამუკა გორგოძე და მათი შემცვლელები ასე კარგად ირჯებიან. კი, გულისხმობ ბიწაძეს და თხილაიშვილს ახალგაზრდებს პირველ რიგში. მალაღურაძე ბურთით ნახოთ ამჯერად როგორ გადაიტანს კიდეზე. კლავდაბალი ტრაექტორით 20 მეტრით გადაიტანა. კი, ეს აბსოლუტურად ლოგიკური და ადვილად მისახვედრია, რომ როდესაც ქარი უბერავს ზემოთ ჰაერის მასები ბევრად უფრო ძლავრია და რაც უფრო მეტ ხანს იქნება ჰაერში, მით მეტ ზიანს მოუტანს ის ბურთს. ნემსაძე მოიგო, თუმცა გაჭირვები და ახლა როხვაძე უკან სირბილში იგებს ამ ბურთს, უგდებს მალაღურაძეს, რომელიც იძულებულია იქვე ახლოს მოიგერიოს ფეხით ბურთი. არ იყო მაინც და მაინც კარგი ეპიზოდი ჩვენთვის. მას სუფთად არ მოხერხდა დერეფნის მოგება და ამას მოყვა შემდეგ უკვე მთელით გაუგებრობა. და კვლავ იტალიელებს აქვს შანსი. რომ კარგი შეტევა განახორციელონ. მთელი მატჩის მანძილზე მათ ეს არ გამოუვიდებთ. შეგა ისევ არასრული დერეფანი 4 კაცი დგას სულ. თავად იმდენი ირბინეს რომ მე მგონი თავად დაიბნენ მართლა. მაგრამ 1 მეტრი არ იყო საქართველოს და იტალიის მორაგბეებს შორის დაცული 1 მეტრის წესი. დადლი ფილიპსიც და გაასწორებს ახლა დერეფანს. ისევ მოკლე, რა თქმა უნდა, მოკლე, იმიტომ რომ სრული დერეფანი არანაირ შედეგს არ იძლეოდა, ჟვანია ისევ და გოჩს. მატა. ვასილაიამ სცადა გაჩერება, მაგრამ უკვე მის თანაგუნდელს გამოუვიდა და აი აქ აუცილებლად ბოჭვა უნდა გაკეთებულიყო, ქუბრიაშვილი იყო თუ არ ვწდები, კარგი. ისევ მატა. ვინმე თუ აქტიურებს იტალიელებიდან სწორედ იგი ძელდება მატჩშეტევა. ბანდა მატავს, რაღაცა აფრიკული წარმოშობის ჩანს, როგორც ჩანს, გვარიდან გამომდინარე და არა მარტო გვარიდან. აი ახლა უნდა გაუძლოთ, რომ ეს ბურთი ვერ გადაძალონ ჩვენი ხაზისკენ. არა, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ და აი ახლა ლელო. ახლა მოახერხეს. არ იყო სასიამოვნო ეპიზოდი, უბრალოდ რა თქმა უნდა ეს ვერაფერს დაგვაკლებს ეს 5 და თუნდაც 7 ქულა მატჩის მოგების თვალსაზრისით, მაგრამ სასურველი იყო რომ ჩვენ გუნდს გაეძლო. აი ამ წნეხისთვის, რაც მან მიიღო იტალიის ნაკრებისგან და თუ ეს არ მოხერხდა, ყოველ შემთხვევაში სასურველია ის რომ უპასუხოთ მაინც ღირსეულად. ბოლო სამწუთიან მონაკვეთ ჩვენი გუნდის აქტივში ნამდვილად ვერ ჩავწერთ. ნახე ლუკა, ჯერ ერთი მოვიშორეთ, იქვე სწრაფად აგდებული ბურთი ჩვენ ლელოში დაამიწა. კარგი კუთხით შევიდა აქ. კინალმა უბრალოდ გაბრიელე ჩიკინელი, ლელოს ავტორი. შესწავლაზე შემოსული 20 ნომერი. კარგი, ნამდვილად კარგი კუთხით შევიდა იქ და რთული იყო მისი შეჩერება, თუმცა პირველად მოხდა დღევანდელ მატჩში, როდესაც იტალია ჩვენ 5 მეტრიან ზონაში შემოვიდა და ლელო დაგვიდეს, ეს არ არის კარგი, რა თქმა უნდა. დაფარებაზე არბოდნენ აქ მურაზ გიორგაძე და მერაბ შარიქაძე, ახალგაზრდა მორაგბეები, თუმცა
ამან ხელი ვერ შეუშალა ამბროზინის. ანგარიშია 34-10 მატჩის 79 წუთს. როგორც ჩანს მამუკაშვილი გავა მოედნიდან და მის ადგილს დაიკავებს გურამ კავთიძე 16 ნომრით. ან შეიძლება ჟვანია დაასვე. არა, ჟვანია რჩება. ახლა ვინ გაუბედავს ჟვანიას მოედნიდან გაყვანას? ისეთი სვლა გაკრეფილი და ისე ენერგიულად თამაშობს, რომ მისი ახლა გაყვანა ნამდვილად საწოდაობა იქნება ჩვენ გულშემატკივრისთვისაც მოგვაკლდება ნამდვილად ლამაზი მომენტები. შეუძლია და ალბათ ასეთ მომენტში არ უნდა გაიყვანო, მას ის ჯერ კიდევ ამასობაში ლაშა ლომიძე შემოვიდა კოტე მიქაუტაძის ნაცვლად. პირდაპირ თავთან ააცალა ემილიანო კაფინიმ ბურთი. ეხლა უკვე კარგი დაცვა მეტოქის ნახევარზე. ისეთი რომ აიძულა ვიოლი ფეხით ეთამაშა, ბასილაიამ ეს ბურთი უნდა მიიღოს და წამოიღებს კიდეც თავად. არ ვიცი რამდენად სწორი იყო თავად რომ წამოიღო და არ გაატანა თანაგუნდს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩეტევა გრძელდება. მალაღურაძემაც და დაჯარიმდნენ. როხვაძეს არ დასწავლა. თითქოს მეტოქისკენ გადაიხარა სასწორი ამ სათამაშო სასწორი ამ ეპიზოდში. და პირდაპირ კიდეზე გადაიტანა ამბროზინი. მე მგონი ვერ გადაიტანა და გადააცილა მთლიანად მოედანს. კიდის ხაზი არ დატოვა, პირითი ხაზი დატოვა და ამიტომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი შეცდომა რაგბიში. კი, რომელიც რაგბიში ხდება. მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ქარია და შეიძლება სწორედ მასაც შეეტანა ზურგ ქარი აქვს იტალიელებს და მასაც შეეტანა კორექტივა ბურთის ფრენაში. როხვაძე ბურთთან. შერკინებიდან სუფთად გამოსული ბურთი პრაქტიკულად არ გვინახავს დღევანდელ მატჩში. არა, შეიძლება აქ თამაში შეაგდო როხვაძემ. ბურთი ჩვენია, თავისუფლად მივიწევს წინ, უკვე ჯარიმაზე თამაშობენ ჩვენები რომ. მაგრამ ამ ჯარიმას ვერ ღებულობენ. ახლა უკვე ბასილაია მარტო იყო რაღაც პერიოდი, თუმცა ბურთი გადარჩა და ნემსაძე კარგად შევიდა, გაიარა ორ ბოჭავს შორის. ნახევრად ბოჭვა მიიღო, ასე ვთქვათ და მჭედლიძე სრულიად ახალია, კარგი იყო კავთიძე. ჯანღონიცავსია მჭედლიძეც და კავთიძეც და გადაყრისას დაჯარიმდა. ეს აქცენტი გასაგებია. მაგრამ გადაყრისას დაჯარიმდა გონი კივი ბერიშვილი თუ სწორად დავინახე. იმატა წუნმა ჩვენი ნაკრების რიგებში ბურთი დაუთმეთ იტალიელებს, ტერიტორიაც დაუთმეთ და ამას სასწრაფოდ გამოსწორება ჭირდება. მე არ მჯერა რომ იტალიელებს ახლა 24 ქულის აღება და თამაშის გადარჩენა შეუძლიათ, მაგრამ ასე ვთქვათ პირველი 65 წუთიდან გამომდინარე არ იქნება სამართლიანი თუ ვთქვათ ანგარიში ბევრად ახლოს იქნება ვიდრე ეხლა არის იმდენად დომინირებდა საქართველოს ნაკრები. არ ასახავს ალბათ რეალურ სურათს მატჩისას, თუმცა რეალურ სურათს ვუყურებთ ახლა და ნახოთ რა ასახავს და რა არა. ჯერჯერობით კიდევ დარჩენილია დაახლოებით 10-20 წუთი, შეიძლება ოდნავ ნაკლები. ლომიძემ მოიგო მეტოქის აუტი, შემდეგ კუბრიაშვილი 10 ნომრის პოზიციაზე მიიღო და მორკინალებმა გადასარევად გაათამაშეს და ჩაუტანეს უკანა ხაზელებს. ბურთი ჭედლიძე ალბათ უფრო სწორხაზოვნად ითამაშა, შეიძლებოდა ან ცრუ მოძრაობის ან ცრუ პასის გაკეთება, შემდეგ ბასილაია, რომელსაც დაუვარდა ბურთი და დაინიშნა შერკინება იტალიელთა სასარგებლოდ. უცნაური ფორმაციით იდგა აქ ჩვენი ნაკრები, შორს იდგნენ ძალიან ცხრა ნომრისგან და პასმაც არ ივარგა. სანამ ეს შერკინება გაიმართება, შეგახსენებთ რომ აირბი თბილისის თასს წარმოგიდგენთ VTB ბანკი. რაგბის კავშირი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. რაგბის კავშირის სპონსორები არიან RMG Gold, ლუდინა ტახტარი, გაზის და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია TETIS Petroleum Limited. რაგბის კავშირის პარტნიორები არიან კავკაზუს ონლაინი და ბორჯომი. ხოლო რაგბის კავშირის მედია პარტნიორებს წარმოადგენენ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რადიო აფხაზეთის ხმა, რადიო კომერსანტი, რადიო პალიტრა და სპორტული გაზეთი ლელო. შერკინება კი ამასობაში კარუსელივით დაბზრიალდა, თუმცა ბურთი დარჩა იტალიელებს
და იშლება თამაში ისე რომ მათი წინსვლაც ჩანს. გააქტიურდნენ ძალიან იტალიელები ამ აქტიურობას ახლა რაღაცნაირად მოკლა უნდა ამ შეტევებს რაღაცნაირად დასჯა უნდა და ხისტი თამაში იმისთვის რომ არ განვითარდეს აი ერთ-ერთი მათგანი თავადვე დაუშვეს შეცდომა და ბურთი გადმოგცეს ჩვენ გაწმილებულმა ენრიკო ბაკინმა ფეხით გადააგდო ბურთი დაჩი ყუფარაძესაც ხედავთ მოედანზე 17 ნომრით სავარაუდოდ ერთ-ერთი ბურჯის ნაცვლად ეს ბურჯი იქნება დუდუ ქუბრიაშვილი ეკუთვნის მასაც ტაში ნამდვილად ეკუთვნის იტალიელთა დაჩაგვრაში ერთ-ერთი მთავარი პერსონა სწორედ ის იყო შერკინებაში და ნამდვილად ეკუთვნის და 75 წუთი ითამაშა თან ეს არ არის ცოტა პირველ ხაზელისთვის ბეტიც ბევრია როგორც ჩანს ბოლომდე ვნახავთ ზურაბ ჟვანიას გარჯას ამ მატჩში რაც სასიხარულოა ნახოთ ახლა როგორ დადგება ჩვენი შერკინება აი ახლა როგორ დადგება ესაა საინტერესო დაჩი ყუფარაძეს წინა მატჩში პრაქტიკულად შემოვიდა და პირველივე შერკინებაზე ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ უკვე აღარ დგარა წესიერად შარიქაძე ჩართო როხვაძემ თამაში გადაიყარა თუმცა აი კიდევ უფრო სწრაფად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი მალაღურაძემ გაიტანა ბურთი არა ვერ გადაიტანა ქარმა გააჩერა ბურთი ჰაერში ოდიეტე კარგი ბოჭვა კოჭებში ბივიბერიშვილისგან სტარტო ესეც კარგად აქტიურობს რაც შემოვიდა მას მერე ბურთი ხშირად აქვს და ეს ბურთის წინწამწევის ფუნქციას ასრულებს ეს კი თავის ფინტებს შეუდგა ოდიეტე მაგრამ არაფერი გამოვიდა ჯერჯერობით მესამე დაიღო მატჩი ბურთი და ცდილობს რომ რაღაც გააკეთოს გივიბერიშვილი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და თავდება ეს ყველაფერი იმით რომ ჯარიმა ჩვენ სასარგებლოდ ინიშნება აი უკეთესი ბურთი ასეთ დრო უკეთესი გუნდი როდესაც ბურთს ვერ გადაიტან კიდე და აუცილებლად კარგ კონტრიერის წამოიღებს ვერ განავითარა იტალიამ პრაქტიკულად ვერც ერთი ისეთი სახიფათო შეტევა რომ ჩვენი ხაზი გაჭრილიყო როგორც კი ბურთი მაღლა მიდის იმ წუთშივე ქარი მასზე ზემოქმედებს ამიტომ უნდა შეინარჩუნოს ეს ტრადიცია მალაღურაძემ და დაარტყას დაბალი ბურთები აი დაახლოებით ასეთი მას არ აუშავდა გადავიდა ბურთი აუძე და ისევ ჩვენია. დავამთავრებთ თუ არა დღევანდელ მატჩს მაჟორულ ნოტაზე 77 წუთი იწურება უკვე. რა თქმა უნდა გულშემატკი ვარ სურს რომ ლელოთი დავასრულოთ დღევანდელი მატჩი. თან კარგი ლელოთი. 21 ნომრით იტალიელთა შემადგენლობაში კარლო კანა ჩაერთო თამაში. თუ არ ვწდები ამბროზინის ნაცვლად დიახ ასეა 10 ნომერი შეცვალეს იტალიელებმა ბურთი ჩვენია შეუტია იქვე ახლოს ყუფარაძემ თუ არ ვწდები კარგი გადამიძალება კიდევ ერთი რამდენიმე მეტრი მოგებულია ახლა უკვე ლომიძე იყო თუ არ ვწდები და დაჯარიმდით. არა, ლომიძე არა, უკაცრავად მისი თანაგუნდელი ერთ-ერთი საქართველოს ნაკრების მორაგბე. აქ უნდა დაუბრალთ, ბურთი უნდა დაუთმოთ იტალიელებს. გონი კვლავ არასწორად გადაყრისთვის რაგთან? თუ ბურცხელი არ გაუშვა, ვერ დავინახე მსაჯის ჟესტი. ერთ-ერთი ქართველი ალბათ უფრო ეგ კომპონენტი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ წუნი იყო სწორედ აი ამ კომპონენტში და ეს წუნად ვერ რჩება საერთოდ ნაკრების თამაში, რაგში თამაში, ეს საერთოდ ცალკე ფილოსოფია. აი შევხედოთ, ნემსაძე ყოფილა, მას ეხმარებოდა ბერიშვილი და როგორც ჩანს ბერიშვილი ჩავარდა, აი მაგასაც ზუსტად ჩავარდა, რომ გადაყრისას არ დარჩა ფეხზე, გადაეღობა ამ ბურთს და წინა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ინტერვიუსაც მან თქვა, რომ ძირითადი მიზეზი რის გამოც წავაგე თამაში ეს არის დისციპლინა და ესეთი ელემენტარული შეცდომები. სამწუხაროდ მეორე ტაიმის ბოლო 20 წუთში კვლავ შემოეპარა ნაკრებს ეს სცენი.
მაგრამ მე მგონი ნელ-ნელა ილაგმება, ძალიან ნელ-ნელა, მაგრამ აი ახალი ბიჭები უკვე ალბათ ნაკლებად იქნებიან ამ წუნის მატარებლები, შემდეგ კიდე ნაკლებად და ბოლოს რაღაც გამთავისუფლდებით, ჩამოყალიბდებით თანამედროვე დონის ნაკლებად. იტალიას კი არაფერი არ გამოუვიდა, კვლავ არასწორად შემოაგდეს ბურთი დერეფანში და კიდევ ერთი შერკინება მე-80 წუთი დაიწყო უკვე მატჩის. რა თქმა უნდა, ეკრანზე რა საათიც არის არ ემთხვევა სამწუხაროდ საჯის საათს. ისე ალბათ ესეც გამოსასწორებელია, დიდ სირთულეს არ ამგონია წარმოადგენდეს ის რომ სუფთა დრო დავითვალოთ. საჯის დატრიალდა აქ შერკინება, თამაში გრძელდება, კარგად აიწასა ბასილაიამ. და კარგი ოფლოუდიც მოახერხა, თუმცა ვერ მოახერხა იგივეს გაკეთება სუთიაშვილმა. ახლა უტევს დაჩი ყუფარაძე, არა უკაცრავად გურამ კავთიძე იყო ეს. აი ეს ხელ და ხელ ნახოთ, ახლოში და არ ტყმევინა აქ ჭედლიძეს, თუმცა წინ გადაუვარდა ბურთი. შემდეგ მურაზ გიორგაძეც ცდილობდა თამაშის გამწვავებას. იქით მოიწყინა თავის ფლანგზე და აქეთ ჩაერთო, მაგრამ დამთავრდა ამასობაში თამაში. დამთავრდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 34-10. მიულოცოთ ქართველებს ეს გამარჯვება, მიულოცოთ ქართველ გულშემატკივარს ამ კარგი ტურნირის ჩატარება. შეგახსენებთ რომ არ თავდება ამ ტურნირი და არგენტინა კიდევ ცოტა ხანში ესპანეთს დაუპირისპირდება. ასევე მიულოცოთ სიმონ მაისურაძის გამარჯვება, რომელიც ახლა ჰოსპიტალში იმყოფება და ავადმყოფობას ემთხვევის აუცილებლად დაამარცხებს და ისევე როგორც ჩვენება დღეს დაამარცხეს იტალიის ნაკრები. აი საუკეთესო მორაგბეს გამოაცხადებენ ახლა და საინტერესოა ვინ იქნება ის. მე სწორედ ეს მინდოდა მეთქვა. ძალიან საინტერესოა. მე უპირობოდ მივცემდი ჟვანიას, მე მგონი შენც. კი, მე აღვნიშნე კიდეც უკვე. და ვინ მიიღებს ტისოტის საათს? დერეფანი მანამდე, რომელშიც გაატარებენ, რა თქმა უნდა, მატჩის შემდგომ პატივისცემის ნიშნად მოწინააღმდეგეს. და მხოლოდ შემდეგ გავიგებთ საუკეთესო მოთამაშის ვინაობას. ჩვენ ნაკრების თამაშზე რა შეიძლება ითქვას, გამოასწორა თუ არა შეცდომები ბოლომდე ამის თქმა ძნელია, იმიტომ რომ ძალიან რთული სათქმელია. წინააღმდეგობა არ ქონდა ისეთი როგორიც მაგალითად წინა მატჩში. მოწინააღმდეგე იყო ბევრად სუსტი, პირველი ტაიმი და მეორე ტაიმის 20 წუთი იყო უკეთესი, მაგრამ ბოლოს ისევ რაღაც წინა მატჩი გამახსენდა მე, ბოლო 15-20 წუთი. ახლა უკვე ჩვენების ჯერია რომ გაიარონ დერეფანში. ეს არის საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩი. ნოემბრამდე ჩვენი გუნდი აღარ შეიკრიბება, აღარ ითამაშებს საერთაშორისო შეხვედრას. ამიტომ ბოლომდე ცოტა რაც საშუალებაა, ბოლომდე დავტკბეთ ბიჭების ყურებით და შემდეგ დავემშვიდობოთ უკვე მაყურებელს, ჯერ აუცილებლად უნდა გავიგოთ თუ ვინ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. ძალიან გთხოვთ დროზე გაგვაგებინეთ ვინ არის ეს იღბლიანი. ამოვიდა კვლავ მოედანზე საქართველოს ნაკრები. და მადლობას უხდიან გულშემატკივრებს ამ სამდღიანი და რა თქმა უნდა, სხვა უბრალოდ არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ზურაბ ჟვანია, საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი, ხდება ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე და ულოცავთ მას ამ. მასზე მეტად ბევრმა ითამაშა კარგად. კარგ საათს. მასზე ბევრმა ითამაშა კარგად. დღეს შეიძლება რამდენიმე მორაგბის გამორჩევა, მაგრამ მასზე მეტად უდაოდ არც ერთ არ დაუმსახურებია. მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული და შესაბამისად არც საათი. ჩვენ კი ამ სასიამოვნო აკორდით აი დავაკვირდეთ მისი გარღვევა ყველაზე შთამბეჭდავი, რომელიც მატჩის განმავლობაში განახორციელა. ანუ თელი ექსპრესია მის სახეზე. ძალიან ცოტა დააკლდა ლელომდე და აქ შემდეგ ხილაიშვილი შესნოვა. აი განმეორებით როგორ ჩამოიშორა იტალიელთა 5 ნომერი ანდრეოტი მიკელე. მიხედავთ განმეორებით. უიშვიათესია ესეთი გარღვევა ბურჯის შესრულებით და სასიამოვნოა რომ ასეთი კარგი ახალგაზრდა და ასეთი კარგი მოთამაშე ესდება ქართულ რაგბის. აი ეს უკვე კარგია. აი ეს უკვე რაღაც ახალია.
მურაზ გიორგაძისა და ჟვანიას შესრულებით. ცეკვა. აი ესეთი სურათის ნახვა გისურვებთ ვიწრო ფასო გულშემატკივრებო საქართველოს თამაშის ყოველი მატჩის შემდეგ რომ ასე აღენიშნოთ ჩვენ გუნდს მოგება და ყოველთვის გამარჯვებული იყოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა ბატონ ლევან ლეკვეიშვილს, ჩვენ რეჟისორს და მთელ ტექნიკურ ჯგუფს, ვინც ამ ტურნირს ემსახურებოდა. დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში და დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს ამ გამარჯვებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, გემშვიდობებით.